მოგესალმებით კიდევ ერთხელ თქვენ უყურებთ კურიერს 10 საათზე მე ანუკა კინხლაძე ვარ. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი იხსნება დღეს კოპენჰაგენში. დანის დედაქალაქში იმყოფება 40-მდე ქვეყნის პირველი პირი, მათ შორის არის ირაკლი გობახიძეც. საქართველოს მთავრობის მეთაური დღეს სიტყვით გამოვა სამიტის ფარგლებში დაგეგმილ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაც ევროპის ეკონომიკურ უსაფრთხოებას ეხება. შეკრებილები მსჯელებენ ზოგადად ევროპის უსაფრთხოებაზეც. საქართველოს მთავრობის მეთაური უკვე დაესწრო დანიის მეფისა და დედოფლის სახელით ლიდერებისთვის გამართულ ვახშამს. პრემიერ-მინისტრს ექნება საშუალება მონაწილეობა მიიღოს მრგვალი მაგიდის ფორმატში ევროპულ ლიდერებთან ერთად დისკუსიაში, რომელიც შეეხება ეკონომიკას, ევროპის დამოკიდებულებებს ეკონომიკის მიმართულებით. ჩვენთვის როგორც ისეთ ეკონომიკას აქვს ეკონომიკა არის პრიორიტეტი. ასევე პრემიერ-მინისტრი უერთდება საფრანგეთის ინიციატივას ნარკოტიკების წინააღმდეგ კოალიციის შექმნასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ხელისუფლება ძალიან აქტიურად მუშაობს, განსაკუთრებით შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელმაც ბოლო თვეების განმავლობაში უპრეცედენტო რაოდენობის ნარკოტიკი ამოიღო. დიდ ბრიტანეთში უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემა ამოქმედდა. გამკაცრებული ზომები უცხოური პოლიტიკური გავლენის წინააღმდეგ არის მიმართული. როგორც განცხადებაში აღნიშნული, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება იმის უზრუნველსაყოფად მიიღო, რომ დემოკრატია მიმუშაოს არა მტრულად განწყობილი აქტიორების, არამედ მშრომელი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. 1 ოქტომბრიდან დიდ ბრიტანეთში უცხო სახელმწიფოების სახელით მოქმედ პირებს, რომლებიც რეგისტრირებული არ იქნებიან, სისხლის სამართლებრივი სანქციები დაეკისრებათ, ან შესაძლოა 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთაც მიესაჯოთ. ახალი სქემა ოფიციალური პირების განცხადებით მიმართული იქნება რუსეთისა და ირანის მხრიდან შესაძლო ჩარევების წინააღმდეგაც. გამკაცრებული ზომების ამოქმედებას წინ უძღოდა სამთვიანი საშეღავათო პერიოდი, რომლის მიზანიც ბიზნესებისა და განმორჩილი პირების რეგისტრაციისთვის დროის მიცემას ითვალისწინებდა. კონკრეტული ჯგუფების დაფინანსების სქემის შესახებ დეტალურად ისაუბრა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში სუსის ხელმძღვანელმა. მამუკა მდინარაძის განმარტებით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დაფინანსების გადაკეტილი გზები სხვა მეთოდებით ჩანაცვლდეს და თანხები ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ მიზნებს მოხმარდეს. მას შემდეგ, რაც ფარას კანონმა საქართველოში წარმატებით დაიწყო მუშაობა. ცდილობენ ამ ქვეყანაში თავისი გავლენების გაფართოების მიზნით და მიზნების შესასრულებლად სხვა დაფინანსების გზების პოვნას. და ერთ-ერთ ასეთ გზად შეგვიძლია განვიხილოთ უნივერსიტეტები, სასწავლო დაწესებულებები, საიდანაც შემდეგ არამიზნობრივად და მოჩვენებითი მიზნობრიობით იშლება თანხები და საბოლოო ჯამში ჩვენ უმრავლეს და უხშირეს შემთხვევაში ვნახულობთ, რომ ეს თანხები მიემართება რადიკალიზმის დასაფინანსებლად. მიემართება ფრანკლინის კლუბის ახალი ანალოგის დასაფინანსებლად. ბევრ ასეთ არხზე მიდის მუშაობა, ბევრი გამოკვლეული გვაქვს, ბევრი გავშიფრეთ, მაგრამ ერთ-ერთი შესახებ, რაც უფრო ცნობილია, შემიძლია უფრო დეტალურად გითხრათ. მაგალითად, ტაილანდიდან ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოს, ვინც არის ერთ-ერთი მსხვილი დიდი თავისი შტატით, მოცულობით, შენობითაც კი მთელ მსოფლიოში ანტიჩინური მიზნებისათვის დაფინანსებული ადამიანები ყავს საქართველოში და სინამდვილეში დაახლოებით 95-98-99% შემთხვევაში ეს თანხა ხმარდება ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ რადიკალიზმს. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ დაფინანსების გადაკეტილი გზები ჩანაცვლდეს სხვა მეთოდებით. მამუკა მდინარაძემ ისაუბრა ოპოზიციის მცდელობაზეც მოისყიდონ სამართალდამცველები, მათ შორის სპეცრაზმელები და პოლიციელები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ათეულობით 1000 სამართალდამცველს შორის მათ ჯერჯერობით ერთიც კი ვერ იპოვეს, რომელიც ღალატზე ხელს მოაწერდა. მართლაც გამალებით ეძებენ ასეთ ადამიანებს პოლიციის და განსაკუთრებით რატომღაც სპეცდანიშნულების თანამშრომლების რიგებში. მათ შორის პირდაპირ გეტყვით, რომ იმ ადამიანების რიგებში, რომლებმაც მაგალითად ზვიად ხარაჯისთან ერთად დატოვეს
სპეცდანიშნულების რიგები, მათშიც ეძებენ, მაგრამ ძალიან გაუჭირდებათ ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, ისეთი ადამიანის პოვნა ამ ხალხის რიგებში, რომელიც ღალატზე ხელს მოაწერს რაღაც თანხებს ასახელებენ 200,000-ის თუ 400-ის თუ მილიონის თუ ნებისმიერი თანხის სანაცვლოდ. ეს არის შემადგენლობა სპეცრაზმელებს გულისხმობ, პოლიციელებს გულისხმობ, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს, რა ვიცი, სხვებს, პროკურორებს თუ სხვებს, სამართალდამცავ ორგანოში მომუშავე ადამიანებს, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობისთვის არის ღირსება პირველ ადგილზე და ამ ღირსებას ფულით ვერ იყიდი. ათეულობით 1000 სამართალდამცველს შორის ჯერჯერობით ერთიც კი ვერ იპოვნეს, რომელიც ამაზე ხელს მოაწერდა. ნაციონალური მოძრაობის წევრსა და თბილისის საკრებულოს დეპუტატს დღეს ბრალი ოფიციალურად უნდა წარუდგინონ. ზვიად კუპრავას სისხლის სამართლის რამდენიმე მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს. მათ შორის არის სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდება და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობის გაწევა. შეუძლებელია ადამიანებს აკავებდე ჰიპოთეტურ განცხადებებზე, რომელსაც არ მოყვება არანაირი ფაქტობრივი მტკიცებულება. ხელისუფლებას ეშინია 4 ოქტომბრის, ეშინია ქართული ხალხის ერთიანობის, ეშინია იმ შიშის გატეხვის, უიმედობის, უპერსპექტივობის დამარცხების, რომელსაც თავად დიდი ხანია ხელს უწყობს, რომ ნორმა ჩამოყალიბდეს ჩვენ საზოგადოებაში. ჩამოიხსნეს ნიღბები, აჩვენეს თავისი ხელები, რომელიც იდაყვებამდე სისხლში აქვთ. ეს არის ხელწერა, რომელიც ნაცმოძრაობას ახასიათებს და მეორე მახასიათებელი საგანგებოდ მნიშვნელოვანი. მოიხსნეს უკვე ნიღბები. არავით არის მშვიდობა, ან მშვიდობიანი დემონსტრაცია და მით უმეტეს დამხობა ბუნებაში არ არსებობს. მართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია მცდელობის მიუხედავად 4 ოქტომბერს ვერანაირი რევოლუციის მოწყობას ვერ შეძლებს. ამის შესახებ ღამის კურიერის პირდაპირ ეთერში თბილისის მერმა და მერობის კანდიდატმა ისაუბრა. კახკალაძე ამბობს, რომ ქართული ოცნება არჩევნებზე დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს. 4 ოქტომბერს ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო ქართულ ხალხთან ერთად, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობასთან ერთად იზეიმებს გამარჯვებას, როგორც დედაქალაქში, ასევე ყველა მუნიციპალიტეტში, როგორც მერების, ასევე საკრებულოს მიმართულებით. არანაირი დამხობა, არანაირი რევოლუცია, არანაირი სახელმწიფო გადატრიალება არ და ვერ იქნება. ჩვენ ბევრჯერ ვთქვით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ნებისმიერ ადამიანს თუ ადამიანებს თუ დაჯგუფებას შეუძლია გამოვიდეს თუნდაც მიტინგით და შეკრებით გამოხატოს თავის შეხედულებების სხვადასხვა საკითხზე. ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია. მაგრამ თუ ვინმე გაბედავს და ნაბიჯს გადადგავს კანონის წინააღმდეგ, თუ ვინმე სურვილი აქვს გამოცადოს სახელმწიფო ძალა, ეს მისი უფლებაა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენ, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ სიმშვიდე, მშვიდობა, ჩვენი შესაბამისი უწყებები ყველანაირად აბსოლუტურად მზად არიან ყველაფრისთვის. გაითვალისწინებს თუ არა სასამართლო პროკურატურის მოთხოვნას წინასწარი პატიმრობის შესახებ. დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების მითვისებისთვის დაკავებული 2 პირისთვის აღკვეთ ღონისძიებას სავარაუდოდ სასამართლო დღეს გადაწყვეტს. გამოძიების ინფორმაციით მითვისებულია 30 ბაღისა და 4 სკოლის ასაშენებლად განკუთვნილი თანხა დაახლოებით 9 მილიონი. წაყენებულ ბრალდებებს შორის არის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაც. დაკავებულებს 9-დან 12 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ. სტიქიის საკოორდინაციო შტაბის მორგის სამუშაო შეხვედრა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. ითქვა, რომ სპეციალური კომისია ზარალს მთელი რაიონის მასშტაბით ითვლის, რის შემდეგაც დაიწყება მოსახლეობის დახმარებისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები. ძლიერმა წვიმამ ლაგოდეხი მნიშვნელოვნად გასულ კვირას დააზარალა. მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის რეჟიმში ზიანის დაცვის კომისიის მიერ ინტენსიურად მიმდინარეობს ზიანის აღწერა. დაცვის შემდეგ მოხდება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, თუ რა ფორმით მოხდება დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და დაზარალებული მოსახლეობის დახმარება. გასული 2-3 დღის განმავლობაში სტიქიურმა მოვლენებმა გარკვეული ზიანი მიაყენა ადგილობრივ ტერიტორიებს. მაქსიმალურად ყურადღებით და დეტალურად ვეცნობით ყველა მიმდინარე სამუშაოს. ძალიან მალე დაიწყება სამუშაოები გზების აღდგენასთან დაკავშირებით, დაზიანებული ხიდებიც არის, ხიდბოგირები არის, სანიაღვრე არხები არის და ეს ყველაფერი ტექნიკურად რა ვადებშიც შესაძლებელია აუცილებლად აღდგება.
ინფრასტრუქტურის მინისტრის შეხვედრა არქიტექტორთა კავშირის წევრებთან შედგა დისკუსია. აქცენტი გაკეთა როგორც მიმდინარე, ისე სამომავლო ინფრასტრუქტურულ პროექტებში არქიტექტორების აქტიურ მონაწილეობაზე და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საკმაოდ ბევრი კონკურსი გამოაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით. საკმაოდ ბევრი კონკურსი არის დღეს გამოცხადებული არქიტექტურული პროექტების მიმართულებით. ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი არის, რომ ამ პროფესიის წარმომადგენლები აქტიურად იყვნენ ჩართულები, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა. ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო იმ პრობლემების შესახებ გვესაუბრა, თუ არსებობს რაიმე ბარიერები მათი ამ კონკურსებში მონაწილეობის. გამომდინარე იქიდან, რომ გვინდა რომ ეს იყოს ძალიან ღია, კონკურენტუნარიანი პროცესი და საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გამოგვივიდა. ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო და მადლიერე ვართ ამით ჩვენ ბატონ მინისტრთან, ბატონ რეზი სოხაძესთან, იმიტომ რომ მან გახსნა საშუალება, რომ ღიად ვისაუბროთ და ვიმჯელოთ ერთობლივად პროფესიონალებთან ერთად, როგორ მოახდინოთ უკეთესად არქიტექტურული კონკურსები, როგორ უზრუნველყოთ ხარისხი არქიტექტურულ კონკურსებში და როგორ მოახდინოთ პროვოცირება მეტი არქიტექტორები და განსაკუთრებით არქიტექტორები ჩართოთ ამ პროცესში. ყოველდღიურ რეჟიმში ამ მრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს დედაქალაქის საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. ზურაბ ბაბაშიძე წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ნიაღვრისა და ჩიტაძის ქუჩის მცხოვრებლებს გაესაუბრა. საუბარი იყო რაიონში არსებულ გამოწვევებზე, საჭიროებებსა და მოახლოებულ არჩევნებზე. დავინახეთ მათი მხრიდან ყველანაირად ხალხის ხარდაჭერა, აბსოლუტურად ყველანაირად. იმიტომ თუ კი რაღაცა ჩვენ ქონდა ხოლმე ან გასაჭირი ან რაღაცა და უკავშირდებოდით მათ, ყოველთვის ჩვენ გვერდზე იყვნენ და ყოველთვის გვერდში გვიდგებოდნენ. მართალ გარკვეულწილად შემაჯამებელ შეხვედრას მოსახლეობასთან ქონდა აბსოლუტურად გულწრფელი საუბარი იმასთან დაკავშირებით, რა პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში, რომ მშვიდობის, სტაბილურობის და სუვერენიტეტის შენარჩუნება არის ჩვენი ქვეყნის ქვაკუთხედი და მოსახლეობის აბსოლუტური მზაობა, რომ ამას დაუჭიროს ხარი და 4 ოქტომბერს გამოხატონ თავისი პოზიცია. შემაჯამებელი შეხვედრა წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გაიმართა სამგორის რაიონში. მხარდამჭერებს რაიონში ქართული ოცნების 4-ვე კანდიდატი პარტიის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა. ყველა მათგანი დარწმუნებულია, რომ 4 ოქტომბერს მმართველი გუნდი დამაჯერებელ გამარჯვებას იზეიმებს. სამგორის რაიონში შემაჯამებელი შეხვედრა გავმართეთ, რომელსაც უამრავი ადამიანი ესწრებოდა და იყო საოცარი მუხტი. ზუსტად ამ მუხტის საფუძველზე შემიძლია გითხრათ, რომ 4 ოქტომბერს ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო კახა კალაძესა და მის გუნდთან ერთად კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს. შეხვედრა ჰქონდა ძალიან დიდი სამგორის რაიონში, სადაც სამგორის რაიონის მაჟორიტარები წარდგნენ კიდევ ერთხელ სამგორის მოსახლეობის წინაშე, ათასობით მოქალაქე შეიკრიბა და ვისაუბრეთ ძალიან მოკლედ გაკეთებულ საქმეებზე წინა 8 წლის განმავლობაში კახი კალაძის მერობის პირობებში და მომდევნო 4 წლის განმავლობაში განსახორციებელ პროექტებზე. ზუგდიდში თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე ავტოდრომი აშენდება. ამ შესახებ ქართული ოცნების ზუგდიდის მერობის კანდიდატმა დავით კოდოამ ინგერში გამართულ ავტომოყვარულთა შეჯიბრზე განაცხადა. კოდოას განმარტებით ახალი ავტოდრომი დასავლეთ საქართველოს ავტოტრანსპორტის მიზიდულობის ცენტრი გახდება. გუშინდელ შეჯიბრზე ავტომოყვარულები ერთმანეთს 6 კატეგორიაში შეეჯიბრნენ, გამარჯვებულებს მედლებით, ასები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. მომავალში ვაპირებთ როგორც ფინანსურ ნაწილში, ასევე ინფრასტრუქტურულ ნაწილში შევეხიდოთ და ავტოსპორტის მიმართულებით ჩვენ ძალიან დიდი პერსპექტივა და პერსპექტიული პროექტი შევქმნა ჩვენს მუნიციპალიტეტში, რომელიც იქნება აბსოლუტურად მთელი საქართველოს ძალიან დიდი მიზიდულობის ძალა. აღმოაჩინა რუსთავის დიდი ისტორია. ახალგაზრდულ შემეცნებითი პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა რუსთავის ისტორიულ მუზეუმში. პროექტის ფარგლებში რუსთავის ციხე-ქალაქსა და სასახლეზე მიმდინარე არქეოლოგიურ ექსპედიციაში რუსთავის სკოლების მე-12 კლასელი 500-მდე პირი იყო ჩართული. პროექტი ნინო ლაცაბიძის ინიციატივით მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო. ახალგაზრდებს მადლობა ვუთხარით რუსთავში ყველაზე დიდ არქეოლოგიურ ექსპედიციაში მონაწილეობისთვის, გადავეცით სიმბოლური საჩუქრები და რა თქმა უნდა წავახალისეთ ის, რომ თითოეულ ახალგაზრდას უფრო მეტად უყვარდეს თავის ქალაქი, ამაყობდეს და დიდი სიყვარულით იღებდეს მონაწილეობას მათ შორის ისტორიის აღმოჩენაში. ცოტა წარმოუდგენელიც არის, რომ 500 ახალგაზრდა აქტიურად ღებულობს მონაწილეობას თავისი ქალაქის ისტორიის აღმოჩენაში. ეს ახალგაზრდები უკვე ისე კარგად იცნობენ ამ გარემოს
და თავიანთი ქალაქის ისტორიას, რომ დარწმუნებული ვარ, გავა წლები და ყველა ჩვენთაგანი ამ თაობით განსაკუთრებით იამაყებს. საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული ისტორიული წარმატება მიულოცა სპორტის მინისტრმა. თბილისში გამართულ კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში ტურნირის გამარჯვებული გახდა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში კი ქართულმა სპორტსმენებმა 9 მედალი მოიპოვეს. ჩემპიონობა გიორგი ქალდანმა, რევან გოგუამმა და რევაზ ჩიკოიძემ იზეიმეს. საქართველოში ჩატარდა პარაძიუდოს ევროპის ჩემპიონატი, სადაც საქართველოს ნაკრებმა მიაღწია გუნდურ წარმატებას. ამავე დროს გვაქვს 9 მედალი სხვადასხვა სინჯის. საქართველოს სპორტის სამინისტრო აქტიურად დაუჭერს მხარს პარასპორტის განვითარებას საქართველოში. ეს ტურნირი ჩვენი ნაკრების მზადებას სრულად უზრუნველყო სპორტის სამინისტრომ და სწორედ აი ესეთი ერთობლივი მუშაობით ხდება ის, რომ ერთის მხრივ ჩვენი პარასპორტსმენები აღწევენ უმაღლეს შედეგებს, იღებენ მედლებზე, მათ შორის 3 მსოფლიო და 3 ევროპის ჩემპიონი ყავს, გუნდურში ვართ ევროპის ჩემპიონები და მეორეს მხრივ ამაღლებს საქართველოს იმის და ავტორიტეტს საერთაშორისო დონეზე. და ბოლოს ტრიუმფის 80 წელი ქართული ნაციონალური ბალეტის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია როგორც ისტორიული ფოტოები, ასევე უნიკალური სასცენო კოსტიუმები, რომელიც ასახავს ქართული ნაციონალური ბალეტის განვითარების პროცესს და მის შემოქმედებას. სურვილებს გამოფენის დათვალიერება 2 თვის განმავლობაში შეეძლებათ. აქ არის ექსპოზიცია ძირითადად რეტრო ფოტოების, არის ასევე მნიშვნელოვანი აფიშების მცირე ნაწილი, აქ არის უნიკალური კოსტუმები, სამუზეუმო ექსპონატები, რომელიც ბატონი სოლიკო ვირსელაძის მიერ არის შექმნილი, ასევე პატარა ნაწილი არის ჩემი კოსტუმები, იმიტომ რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში ილიკოს ყველა ახალ პროგრამას მე ვაცმევდი. ეს გამოფენა ყვება ჩვენი 80 წლის ისტორიას, იმ წარმატების, რომელიც მოსდევს მთელი ამ 80 წლის მანძილზე. ეს ანსამბლი არის ყველა მოცეკვავის მწვერვალი, მინდა გითხრათ. არ მეგულება ადამიანი, რომელიც საქართველოში ცეკვას ეუფლება და არ კონდეს ოცნებად ეცეკოს უხიშვილებში. ჩვენი ისტორია პირველი დღიდან დღემდე, ძველი კადრები, შუა პერიოდის კადრები, ახალი კადრები. ასევე აქ წარმოდგენილია ჩვენი სხვადასხვა პროგრამის ექსპონატები, შეგიძლიათ დაათვალიეროთ. ასევე არის ფირი, სადაც უძველესი დროიდან ჩვენი ანსამბლის რაც კი შესრულებული ცეკვა ყოფილა, მოკლედ ყველაფერი შეგიძლია ნახოთ. დღეს ამბების ნახვა ვრცლად ჩვენს ვებგვერდზე, რუსთავი 2.g შეგიძლიათ, კურიერი 10 საათზე ამით დასრულებულია, მე გემშვიდობებით.